გამარჯობათ გამოსვლის შემოქმედებით. ჩემი სახელია პაվել ზაიცევი. ვარ Tennis Planet Jiu-Jitsu-ს ყავისფერი კამარი და გიმნაზია BJJ-ს მთავარი მწვრთნელი. აქ, გიმნაზიის სპორტის აკადემიაში. შეიძლება გახსოვდეთ ჩემი ძველი გამოსვლა გამა გრეპლინგ ჩემპიონშიპზე. პირველივე გამა გრეპლინგის ღონისძიებაზე ვიასპარეზე და ეს ტურნირი სწორედ აქ ტარდებოდა. პირველივე შეხვედრაში გავიმარჯვე სამკუთხა მახრჩობელით. მეორე გამოსვლაზე მოვახერხე იშვიათი ნეკრეკი. ხოლო ჩემი მესამე გამოსვლა გამაზე ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა, რადგან ჩემმა მეტოქემ დისკვალიფიკაცია მიიღო. ამის შემდეგ უნდა მიმეღო მონაწილეობა წინა სეზონის გამა ფინალში, თუმცა სამწუხაროდ სერიოზული თვალის ტრამვა მივიღე. 4 ოპერაციის ჩატარება დამჭირდა, სანამ საბოლოოდ დავბრუნდებოდი გრეპლინგში. ახლა უკვე სრულიად კარგ ფორმაში ვარ და მზად ვარ ისევ ვიასპარეზო. მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ თქვენთვის კარგი სანახაობა ვაჩვენო. თუმცა ჩემი მთავარი გეგმა ამ გამაზე რეალურად ის არის, რომ საერთოდ არ შევიდე მატზე. რადგან გულწრფელად მჯერა, ჩემი 4 მოსწავლე შეძლებს მთლიანად გაანადგუროს მოწინააღმდეგე გუნდი. დავიწყოთ პირველი, ემირ რაჰიმოვი. ეს ჩვენი ახალგაზრდა ტალანტია, მხოლოდ 17 წლის. სუბუქ წონაში გამოდის და იდეალურად იჯდება 60 კილოგრამ ლიმიტში. ემირი საბმიშენის არტისტია. ამ წლის განმავლობაში დიდი საშეჯიბრო გამოცდილება დააგროვა და არაერთი მეტოქე დაამარცხა თავისი გარდის თამაშით და სხვა ტექნიკებით. ამ ტურნირზე მისთვის ძალიან კარგი ის არის, რომ ყველა საბმიშენი ლეგალურია. შესაბამისად ის ეცდება წარმოაჩინოს ის ტექნიკები, რომლებზეც ბოლო თვეების განმავლობაში მუშაობდა. შემდეგი არის ნიკოლოზ კიკნაძე. როგორც ემირი, ისიც Tennis Planet Jiu-Jitsu-ს ლურჯი კამარია. მათ ახლახან მიიღეს ლურჯი კამრები. თუმცა ნიკოლოზმა უკვე საკმაოდ დიდი საშეჯიბრო გამოცდილება დააგროვა. მან მოიგო ბევრი შეხვედრა, თითქმის ყველა მთავარ საერთაშორისო ტურნირზე თბილისში. Fortisi, ADCC, AGP, Grappling Industries და სხვა. მისი სტილი დაფუძნებულია წნეხზე, ჭიდრო კავშირებზე, ჩოუქებზე, კაკატამებზე და მსგავს ტექნიკებზე. ძალიან ველოდები მის გამოსვლას პროფესიონალურ სცენაზე. ვფიქრობ, ეს მისთვის უდიდესი გამოცდილება იქნება. მისი ბრძოლები ყოველთვის ძალიან საინტერესო სანახავია, თუნდაც ქულების სისტემით ჩატარებული სამოყვარულო შეჯიბრებზე. კუთხიდან მისი წვრთნა ყოველთვის სანერვულო მომენტია ჩემთვის, ასე რომ იმედი მაქვს მაყურებელიც ის სიამოვნებს. შემდეგი გუნდის წევრია ორჰან რაჰიმოვი. ის ჩვენი ყოფილი მწვრთნელია. ცოტა ხნის წინ გისასწავლიდა გიმნაზიაში. ორჰანი იასამნისფერი კამარია და გამაზე უკვე საკმაოდ წარმატებით გამოვიდა. ამჯერად ბევრად უკეთეს ფორმაში ბრუნდება. ფიზიკურად ძალიან ძლიერია, დაცვა უმაღლეს დონეზე აქვს. მისი გარდის გარღვევა ძალიან რთულია და მისი დასაბმითება კიდევ უფრო რთული. და რა თქმა უნდა, რამდენიმე სიურპრიზიც აქვს დამალული. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ორჰანი ემირის ბიძაა, ასე რომ ჩვენ გუნდში პატარა ოჯახური ისტორიაც გვაქვს. სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს მხარს უჭერენ. შემდეგი არის მიკიტა მაკშიკი. ისიც ადრე მონაწილეობდა გამაში. საკმაოდ წარმატებულად. ახლა უკვე ის იასამნისფერი კამარია. ძალიან საშიში საბმიშენის სპეციალისტია და ამასთან ერთად კარგი ძიუდოისტიც. მყარად დგას ფეხებზე.
ბალანსი ფენომენალური აქვს და მისი კონტროლი ძალიან რთულია. ფიზიკურად ძლიერია და ჩვენი გუნდის ყველაზე მძიმე წევრია. ის ჩვენი ენფორსერია. თუ იმასთან არ მინდა ჭიდაობა, ჩვეულებრივ მიკიტას უსვამ პარტნიორად. დარბაზში ყოველთვის უმაღლეს სამუშაო ეთიკას აჩვენებს და ხშირად თითქმის ყოველ დღე თავად მეც მას აბმიტებს. გულწრფელად მჯერა, რომ მას შეუძლია მთლიანად გაანადგუროს მოწინააღმდეგე გუნდი. პატივცემულობის გარეშე, უბრალოდ ჯერა მისი შესაძლებლობების. ჩვენ Tennis Jiu-Jitsu წარმომადგენლები ვართ საქართველოში. 4 წლის წინ ჩამოვედი სანქტ-პეტერბურგიდან, სადაც ვიყავი MMA-ის მთავარი მწვრთნელი ერთ-ერთ ოფიციალურ Tennis Planet დარბაზში. შესაბამისად, ჩვენი გუნდი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურენტული გუნდია No-Gi Submission Only Grappling-ში. We have a pretty solid background in terms of like submission-oriented games, submission-oriented game, and I think the biggest difference between ჩვენი მთავარი განსხვავება სხვა სკოლებთან ისაა, რომ ვარჯიშობთ მხოლოდ No-Gi-ში. We are only using No-Gi when training. გის მხოლოდ გართობისთვის, ან კონკრეტული ტურნირის წინ ვიყენებთ. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება კი ის არის, რომ უდიდეს აქცენტს ვაკეთებთ უშუალოდ საბმიშენზე და არა პოზიციურ თამაშზე, ან ტრადიციულ თეიქდაუნებზე. ჩვენი თამაში მუდმივად საბმიშენების ძიებაზე აგებული. ქვედა სხეულიდან ზედაზე გადასვლით, სანამ საბოლოოდ ჩოუქს ან ჯოინტ ლოკს არ ვიპოვით. ჩვენი მოწინააღმდეგები არიან Lock and Choke International. მათ დიდი ხანია ვიცნობ, განსაკუთრებით მათ მთავარ მწვრთნელს, ნიკოლაის. წლების წინ, როცა ჩემს ქალაქში Submission Only EBI წესების ტურნირს ვაწყობდი, ის მონაწილე იყო. მაშინ მწვრთნელი იყო სანქტ-პეტერბურგში და დაახლოებით 3-4 წლის წინ ის გადმოვიდა თბილისში. In the beginning of 3 to 4 years ago, he also moved to Georgia, to Tbilisi, and I know that these guys are ვიცი, რომ ისინი მეტად პრაქტიკულ მიდგომას იყენებენ, რასაც დიდ პატივს concepts and their training methodology, which I respect a lot because I'm on full. მე თავად სრულიად ამ მიდგომაზე ვარ გადასული 2022 წლის დეკემბრიდან. თითქმის 3 წელია. For almost like 3 years now. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი მეცნიერულად დამტკიცებული ყველაზე ეფექტური გზა საბრძოლო ხელოვნების და ზოგადად მოტორული უნარების სწავლაში. Martial arts and overall like sports and motor skills. So I expect ამიტომ დარწმუნებული ვარ, ისინი კარგად მომზადებულები და მოტივირებულები იქნებიან. მათ გუნდში კიდევ ერთი სპორტსმენი ვიცი, ალექსანდრ სეროვი. შავი ქამარი, საკმაოდ გამოცდილი და საშიში კონკურენტია. He's also like a pretty solid competitor, pretty experienced. He's competing pretty frequently. I sincerely believe that my lightest guy, გულწრფელად მჯერა, რომ ჩემი ყველაზე მსუბუქი 60 კილოიანი სპორტსმენი შეძლებს ჰილ-ჰუკით დაასრულოს მათი ნებისმიერი წევრი, მათ შორის კაპიტანიც. ჯერა მისი შესაძლებლობების. ვიცი, რომ მათ კარგი დაცვა აქვს, მაგრამ იშვიათად მინახავს მათი ეფექტური შეტევითი ჭიდაობა. რთულია წარმოვიდგინო, როგორ აპირებენ ჩვენს დასაბმითებას. ჩვენს გუნდში თითქმის ყველა წევრი ძალიან რთულად დასაბმითებელია. Almost all members or maybe all members are very hard to tap overall, okay. ჩვენ უბრალოდ არ ვთმობთ და მარტივ საბმიშენებს არავის ვაჩუქებთ. ჩემი ხედვით, ჩვენი ნებისმიერი წევრი შეძლებს მათი ნებისმიერი წევრის დასაბმითებას. მაშინ, როცა მათგან მაქსიმუმ 1-2 შეძლებს 1-2 ჩვენი სპორტსმენი დაამთავროს. ამიტომ ვერ ხედავ გზას, როგორ შეიძლება მათ ჩვენ გვაჯობონ. ბოლო გამაგრეპლინგის ღონისძიება ალბათ საუკეთესო იყო ქართული გრეპლინგის ისტორიაში მაყურებლისთვის. In terms of like for spectators, it was really interesting to watch. I was there.
almost all fights საოცარი სამიშენები, მოლოდნელი გამარჯვებები. Some very unexpected wins, underdogs. აუთსაიდერები ფავორიტებს აძინებდნენ. შესანიშნავი გრეპლინგები. Favorites to sleep and stuff like that. Some good scrambles. So now for our event ამიტომ მოლოდინები ახლა ძალიან მაღალია. ამ მოლოდინების გასამართლებლად ძალიან მძიმედ ვემზადებით. მე მუშაობ ჩემს მოსწავლეებზე მხოლოდ იმაზე, რომ აჩვენო სანახაობრივი სამიშენზე ორიენტირებული გრეპლინგი, მაღალი ტემპი, მუდმივი შეტევა, არანაირი გაჩერება. ნულოვანი ტოლერანტობა მოსაწყენ ჭიდაობას მომავალ პარასკევს. Zero tolerance to stalling on next Friday. So hopefully we will იმედოვნებ, რომ ვაჩვენებთ უკეთეს პერფორმანსს, ვიდრე ეს იყო ლეგიონსა და Grapple Street შოუს. As good performance as Legion versus Grapple Street. ჩემი სახელია ნიკოლაი. ვარ ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ყავისფერი ქამარი. ამ სპორტში ვარჯიშობ უკვე 12 წელია, შეიძლება 13-იც, ზუსტად აღარ მახსოვს. დაახლოებით 2 წლის წინ, როგორც გუნდი, სხვა გუნდში ვარჯიშობდით. შემდეგ დავშორდით და უკვე ბოლო 6 თვე ამ ლოკაციაზე ვარჯიშობთ. ჩვენ გვყავს საკუთარი homegrown გუნდის წევრები სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ ეტაპზე შეიძლება არ გვყავს საუკეთესოები საუკეთესოთა შორის, მაგრამ გვყავს საუკეთესოები დანარჩენებს შორის. ჩვენთან არის ალექსანდრ სერვი, ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამარი, ალექსანდრ მანსფის ქვეშ. საშა დაახლოებით 10 წელია ვარჯიშობს. მას აქვს არაერთი მიღწევა, უმეტესად გიში, თუმცა ნოგიშიც. ამჟამად ძალიან კარგ საქმეს აკეთებს თბილისში, საქართველოში როგორც მწვრთნელი. ასევე გვყავს ალექსი, ჩვენი ერთ-ერთი ორიგინალი გუნდის წევრი. ბოლო 2 წელია ჩვენთან ვარჯიშობს, მცირე პაუზებით. ის ლურჯი ქამარია. ძირითადად ტიტულოვანი არაა, მაგრამ დაცვაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა. პრაქტიკულად ყველაფრის დაცვა შეუძლია. ჩვენი ამომავალი ვარსკვლავია ვასო თვალიაშვილი. ვასო ჩვენთან თავიდანვეა, დაახლოებით 2.5 წელია. ცოტა ხნის წინ მიიღო ლურჯი ქამარი და 2 კვირის წინ მოიგო თავისი დივიზიონი ფორტისის ჩემპიონატზე. ასევე გვყავს ვლადიმერ შახოვი. წლების მიხედვით მისი გამოცდილება შედარებით ნაკლებია, მაგრამ უკვე უფრო მეტი მედალი აქვს, ვიდრე ზოგიერთ ჩვენგანს. მაშინ, როცა 9 წელი ვარჯიშობდით ჯიუ-ჯიტსუში. რაც შეეხება ჩემ თავს, პირველად ალბათ გამაგრეპლინგის ერთ-ერთ პირველ ტურნირზე გამოვედი. გიმნაზიაში, არჩილის წინააღმდეგ. მაშინ წავაგე, ვფიქრობ მენტალურად კარგად მომზადებული არ ვიყავი, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ჩვენი გუნდის ძალითა და ერთობით შეგვიძლია ყველაფერი. ვფიქრობ, ჩვენ ვაჩვენებთ საკმაოდ ძველი სკოლის ჯიუ-ჯიტსუს, რადგან ჩვენ ძირითადად გიში ვარჯიშობთ. ბევრად მეც, ვიდრე ალბათ ქალაქის გუნდების უმეტესობა. ამავდროულად ვცდილობთ თანამედროვე ტენდენციებსაც ავყვეთ, ახალი ტალღების სწავლის მეთოდებს, ლეგლოქებს და მსგავსად. იმედი მაქვს, რაც შეიძლება ბევრ საბმიშენს გავაკეთებთ, რადგან გუნდის წევრებისთვის მაქვს სიურპრიზებიც, თუ ტურნირზე კარგად გამოვლენ. კონკურენტებს რაც შეეხება გიმნაზიის გუნდთან მტრობა არ გვაქვს. პავლეს დიდი ხანია ვიცნობ, დაახლოებით 4-5 წელია, ჯერ კიდევ პეტერბურგში ცხოვრების დროიდან. არც მეგობრები ვიყავით, არც მტრები. ვფიქრობ, ჩემ ბიჭებს შეუძლიათ სიურპრიზების მიღება. ისინი ძალიან კრეატიულები არიან. ვარაუდობ, რომ ჩვენი მეტოქეები ძირითადად ლეგლოქებზე იქნებიან ორიენტირებულები. ჩვენ ამ სტრატეგიაზე დიდი ხანია ვმუშაობთ. არასდროს იცი რა მოხდება. პირადად მე ვფიქრობ, რომ მათ გუნდში ყველა შემიძლია დავახრჩო ჩემი საფირმო ილეთით, Ezekiel Choke-ით. გონია, რომ ეს იქნება კარგი ბრძოლა ორივე გუნდისთვის. I think it will be a good fight for both of us, for both of teams.
ვიცი რომ გრეპლინგის და საბრძოლო ხელოვნების ფანებს საბმიშენები უყვართ. თუ MMA-ს ვუყურებთ, იქ ნოკაუტები მოსწონთ. მე გპირდებით, რომ ამჯერად ბევრ საბმიშენს ნახავთ, რადგან 100% დარწმუნებული ვარ, არავის სურს საქმე საჯების გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს. მით უმეტეს, როცა ქულები არ გვაქვს და ყველაფერი მსაჯზეა დამოკიდებული. მე პირადად გადაწყვეტილებები არ მიყვარს. ამიტომ საბმიშენი. მხოლოდ საბმიშენი. ეს არის იდეალური ფორმატი გრეპლინგისთვის. და გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად ბევრი საბმიშენი გავაკეთოთ.